Კიდე ამ თემაზე გადავართ, თავისუფლად მაინტერესებს თქვენი აზრი დღეს ერთ-ერთ მთავარ თემაზე, ეს გიორგი ბაჩიაშვილის ინციდენტი არის. რამდენად უკავშირებთ თქვენს ამ ყველაფერს ივანიშვილს და რაღაც ერთად ანა ბუჩუკური ამბობდა, რომ ეს არის ვენდეტა ივანიშვილის მხრიდან. პენტენციალურ სამსახური ამბობს, რომ ორმა პატიმარმა იჩხუბა საკანში და ჩვენ არაფერში არა ვართ. მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ბაჩიაშვილი ვიცით რატომაც დაიჭირეს და ვიცით როგორ აფორმითაც დაიჭირეს, როგორც დაიჭირეს. ამ ყველაფერს საზოგადოებას ხვდებოდა ძალიან კარგად რა იყო ბიძინა ივანიშვილის მიზანი და ხო, რეჟიმი ვეღარ უძლებს საკუთარ თავს, როცა რეჟიმი ბოლომდე გაიყნა, როცა ბოლომდე რუსული გახდა თავისი შინაარსით, თავისი ქმედებით, ნაბიჯებით, მოსალონელი იყო სამწუხაროდ ის, რომ ბაჩიაშვილზე იქნებოდა გარკვეული ტიპის ზეწოლა, ძალადობაც. ჩვენ ნახეთ, რომ ის თავიდან მოათავსეს სხვა ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს იქ ალბათ რაც უნდა გადაიყვანათ. ეს პროცესი ისე მიდიოდა, ყველაფერი ისე დაიგრმა, ყველაფერი ისე მოხდა, ისე დაბრუნება, რომ სამწუხაროდ მივედით ამ ხა პოლიტიკოსებს და სხვებს ახლა არათავსებენ კრიმინალებთან, ხო, ჩვენ ნახეთ ახლა არიან რუსთავში, ხო, სხვა პოლიტიკოსები და ბაჩიაშვილი გადაიყვანეს გლდანში, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალები არის. კი, და ნუ ბიზნესთვის ფული რამ მნიშვნელობის არის, ვიცით ძალიან კარგად და ფულის გულისთვის ყველაფერს გადაიყვანს, გადმოიყვანს და ყველაფერს რო იკადრებს, ესეც ვიცით ძალიან კარგად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კამერები, ორი კამერა, როგორც ვიცი, საკანში დამონტაჟებული, დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ იმუშავებს ალბათ და ან რა ვიცი, რაღაც დადგმულ დამონტაჟებულ ამას თუ გაჩვენებენ, არ ამგონია საერთოდ რამე გაჩვენო პრინციპში, ის რაც მოხდა, ესე ვთქვათ, სპორტული აღნაგობის ძალიან ათლეტური სპორტული ჩაცმულობის ადამიანის ასე შესვლა, შემდეგ საკნის კარების გაღება ბადრაგის მიერ და ჯერ გვაცადეთო და ეს დახურა, ეს არ ყოფილა შემთხვევით, ეს იყო თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, ეხა ორი პატიმარი მით უმეტეს ვიცით, რომ სამარტო საკანშია. ეს არის რუსული რეჟიმი და მისი ხასიათის კიდევ ერთი ძალიან მძიმე გამოვლინება ნახეთ ჩვენ დღეს და სამწუხაროდ ხო ეს არის ის, რომ ქაოსი, არეულობა, ის რაც ქართულმა ოცნებამ რეალურად დაამკვიდრა ამ ქვეყანაში და თუ ვინმე ფიქრობს კიდევ რომ არეულობა, რაიმე ტიპის არეულობა რუსთაველზე, არა, რუსთაველი სხვადასხვა ყველაზე სწორი, ყველაზე მართალი და ყველაზე ერთი მხრივ ყველაზე მშვიდი ადგილიც არის. არეულობა და ქაოსი უფრო მეტად მთელ ქვეყანას ედება უკვე და ამის მომტანია სწორედ ქართული ოცნება, ამის მომტანია არალეგიტიმური რეჟიმი და ყველაფერი, მათ შორის ეს ბაჩიაშვილის დღევანდელი ამბავიც გვიჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას აღარაფერი აღარ მოაქვს ამ სახელმწიფოსთვის და ქართული ხალხისთვის გარდა ქაოსისა და არეულობისა. ხო, კი ბატონო, რამდენად შეიძლება ეს პროცესები კიდევ გაღრმავდეს, ჩვენ ნახეთ ახლა რიჟვაძის ამბავი, ნახეთ ხო, რაც ხდება, იქ ბიზნესმენების დაკავება, გიორგი რამიშვილის გულისხმობ, ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს, რა ხდება ხელისუფლების შიგნით? პირადად მე უახლოესი პერიოდის, უახლოესი კვირების თუ თვეების განმავლობაში მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მძიმე პერიოდი გველოდება წინ. საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ჩვენ გამოვიარეთ, რა ვიცი, ადამიანების 500-მდე ადამიანი ნაწამები. მოკლედ კიდევ ერთხელ რაღაცა ჩამოვთვალო და გავიხსენოთ, როგორი სახელმწიფო გვაქვს, ხო? გვყავს 500-მდე ნაწამები ადამიანი და მათი მწამებლები საერთოდ საქმეც კი არ არის აღძრული და არც კი ფიქრობს სახელმწიფო რომ გამოიძიოს ახალგაზრდა ადამიანების წამების ფაქტები, რომელიც ხდებოდა, რა ვიცი, პოლიციელებად წოდებული ადამიანების მიერ. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც არ აღიარებს ქვეყნის შიგნითაც არავინ და ქვეყნის გარეთ მით უმეტეს ცივილიზებულ სამყაროს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური პარლამენტის არჩეული, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენ გვყავს 50-60 დაახლოებით 60 პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ სიტუაციას, რომ უბრალოდ რეჟიმს უკან დასახევი გზა არ აქვს. ანუ ძალაუფლება რყნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად, ეს ფრანგების ნათქვამია და მით უმეტეს როგორი მოქმედებს ქართულ მენტალიტეტს და როგორ მოქმედებს, ეს სამწუხაროდ ნახეთ ჩვენ სხვადასხვა დროს და ამას ხედავთ ბიძინა ივანიშვილის ხელშიდაც მას შემდეგ, რაც 13 წელი როცა ერთპიროვნულად მართავ სახელმწიფოს, თუ ვინმეს ეჭვიეპარებოდა, რომ ეს რეჟიმი თავისი შინაარსით არ იყო რუსული, ალბათ რამდენიმე წელი უკვე ვხედავთ ამას ყველაფერს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რატო ჩამოვთვალე, ხო? ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, როგორ სახელმწიფოში ვართ. ყოფილ საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყნებმა გამოიარეს რუსული ოლიგარქიის ეტაპები გამოიარეს. ჩვენ საქართველოს ვიყავით დარჩენილი ქვეყანა, რომელსაც რუსი ოლიგარქიის ეტაპი არ ჰქონდა გავლილი. ესეთ სიტუაცია იყო, ხო? მოლდოვას ყავდა, ხო, თავისი რუსი ოლიგარქები, იგორ დოდონი თუ ასე შემდეგ. უკრაინამ გამოიარა რუსი ოლიგარქების ეტაპი, იანუკოვიჩი არავინ იყო თუ არა რუსი ოლიგარქი. სომხეთმა გამოიარა ეს ეტაპი.
და საქართველოს დღემდე ეს ეტაპი არ ქონდა გამოვლილი რუსი მმართველის, მოსკოვის ჩინოვნიკის და ოლიგარქის ეტაპი. აი ამ ეტაპს გავდივართ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ეტაპი და მე მინდა რომ ხალხს ესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ჩვენი სახელმწიფო გადის იმ ეტაპს, რომელიც საბჭოთა კავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა. როგორ სრულდებოდა, ვინ როგორ გაიარა ეს ეტაპი? მშვიდობიანად, ნახევრად მშვიდობიანად, არჩევნებით, მინი არჩევნებით თუ რევოლუციებით თუ ნაკლებად მშვიდობიანი თუ მშვიდობიანი რევოლუციებით, ესეც ყველაფერიც ალბათ ვიცით, ხო? ეს ქვეყნები ჩამოთვალე, სად როგორ მოხდა, ალბათ გვახსოვს, ხო? საქართველოს უნდა შექმნას თავისი ალბათ განსაკუთრებული გზა უნდა გაიაროს და ამ ყველაფერს ჭირდება ხნეობა, პირველ რიგში არა მარტო ის ერთობა და ერთიანობა, რომელსაც ამდენს ვიძახით, არამედ ჭირდება გამძლეობა, ჭირდება ამას ჭირდება მორალური გადაობა, ჭირდება ამას ჭირდება თავგანწირვა, ჭირდება მით უმეტეს პოლიტიკოსების მხრიდან, მით უმეტეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან და სხვა თაობის, მათ შორის მე ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსი ვარ, პოლიტიკაში დღეს არიან საკმაოდ გამოცდილი ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი რაც მე ახლა მე ვსაუბრობ, იცის ძალიან კარგად იცის და თავისი თვალწინ ხდებოდა მათ თვალწინ ყველაფერი და დღეს ეს ყველაფერი თითქოს შეიკრა და მივიღეთ ის საბოლოოდ რომ საქართველოს ეს ეტაპი უდგას და მას ჭირდება დაძლევა და სამწუხაროდ ხო, რა ვიცი, ანუ ჩვენ ამ დაძლევისთვის საჭირო იყო რაღაც ერთიანობა, რაღაც ერთიანი პოზიცია მაინც ყოფილიყო ოპოზიციაში მთავარ საკითხებზე და არ მიიგეცათ თუნდაც ხელი ირაკლი კობახიძისთვის და ესე დამცინავად საუბრის საშუალება რომ 4 პარტია არიან და 2-2-ზე გაიყვნენ და ერთმანეთს აგინებენო. რატო ვერ შედგა ეს ერთიანობა? კობახიძის კომენტარი არ ვიცი არ არის, თვალ ჯანსაღი არ არის ხოლმე მისი კომენტარები და მისი დაცინვაც რაღაცნაირი. გავიგე, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში მართალია ეს კაცი. ხო, რამდენად მივეცით, არა, მე არ ვთვლი მაგალითად თქვენს გაიმეორეთ რაღაცნაირად 2-2-ზე არ ვდგავართ ჩვენ და ასე არ მინდა რომ წარმოვაჩინოთ, შეიძლება ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები ასეა, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისთვის რომ ეს ერთიანობა პირველ რიგში ერთიანობა რასთან, ხო, ერთიანობა ხალხთან უნდა გქონდეს, ერთიანობა უნდა გქონდეს ამომრჩეველთან, როცა პოლიტიკოსი ხარ, როცა პოლიტიკური პარტია ხარ, არ უნდა გაექცე საკუთარ ამომრჩეველს. და ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის და ის 8 პოლიტიკური გუნდი, რომელიც ერთად დავდექი და ზუსტად ერთიანობა შევქმნით, არ გავურბივართ საკუთარ ხალხს, ხო, ადამიანებს, ვინც, რა ვიცი, დღეს რუსთაველზე დგანან და ვიცით, ხო, ჩვენ ძალიან ბევრი ვნახეთ ხალხმრავალი აქციები. რაღაცა ლელოს და გახარია თითქოს რუსთაველის პროტესტი აღარ მოწონთ და რაღაც ხალხი ეცოტავებათ თვალში თითქოს მათი გამოყვანილი ყოფილიყოს ან მაშინ როცა ბევრი ხალხი იყო ან ახლა როცა ცოტაა ხო ნახეთ ლიდერები დაიჭირეს რა ვიცი 100 კაციც ვერ შეკლიბეს მარჯანიშვილის მოედანზე და მე არ მინდა ცოტა მეუხერხულება და ჩემი მეგობრები არიან თუმცა მე ცოტა არ ვიცი ანუ მებრალება ის ადამიანები იმიტომ რომ აშკარად ვატყობ რომ არგუმენტები არ აქვთ არ იციან ხალხმა მართლა რატო შედიან არჩევნებს ვერ ხვდებიან თვითონ რატო გადაუწყვიტეს ლიდერებმა რომ ესენი ადგენენ და შევიდნენ არჩევნებს მე პირადად ვიცი ზუსტად რომ არასდროს არ გავაправებ ბოდიში და ჟარგონისთვის ისეთ რაიმეს მათ შორის ჩვენი კოალიციის ლიდერების რაც მე არ ვიცი ახლა ტრაგიკული თქვენი გადმოსახედიდან არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა არის ტრაგიკული იქიდან დავიწყოთ თქვენიდან ხო ის რომ ერთიანობა ვერ შევძელი და მართლა კობახიძეს რომ ამის თქმის უფლებას ვაძლევთ და ამაში მე ლოგიკაში რა თქმა უნდა მოჰყვებით გასაგებია რაც იგულისხმებით და სირცხვილია ეს რომ ასეთ პირობებშიც კი რომ როცა მთელმა მსოფლიომ უწეს ჩვენი თავარი მიღწევა რა იყო რეჟიმი პირველად ეს რუსული ოლიგარქია რუსული ტიპის ოლიგარქია გამოვაცხადეთ არალეგიტიმურად ხო ანუ თუ სომხეთი აკეთებს თავის გასაკეთებელს თუ ისრაელი აკეთებს თავის გასაკეთებელს უკრაინა ამდენი წელია ამერიკამაც აკეთებს თავის საქმეს ხო ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს ხო საქართველოს ჩვენს მინიმალურს მაგრამ შევძელით ის რომ პირველად რუსული ოლიგარქიული რეჟიმი გამოგვეცხადებინა ისეთ რეჟიმად როგორც უნდა იყო აი ეს მიღწევის შენარჩუნება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ არა მარტო რეჟიმის ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხია როდესაც 4 ოპოზიციური ანუ ჩვენ აღიარებული ვართ ანუ მათ შორის ოცნების დაწერილი შედეგებითაც ვართ აღიარებული და მათ ჭირდებათ პირველ რიგში რომ ეს 4 ოპოზიციური მთავარი პოლიტიკური ძალა შევიდეს ახლა მათ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ხო სპეცოპერაციაში ხო ანუ მე ძალიან კარგად ვიცი მე ჩემ თავზე გამოცვადე მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან კარგად ვიცი ზუსტად ვიცი ის როგორ ტარდება რეგიონებში და ზუსტად ვიცი რომ ლელოს და გახარიას მაჟორიტარების პოვნა გაუჭირდებათ პირდაპირ კეთყვით კომისიების შევსება გაუჭირდებათ საუბნო და საოლქო კომისიების შევსება გაუჭირდებათ თქვენ უნდა იცოდეთ რამდენი ადამიანი ეუბნება უარს უკვე ამ პარტიებს რომ კომისიებში ანუ ჩაიმარონ საუბნო კომისიებში იმუშაონ ეს ხალხი ვერ შეძლებს და რაღაც მოიგონეს რომ თქოს ნეიტრალურ და საზოგადოების სახეებს რას ვაკეთე ანუ ასეთ მომენტში როცა ქვეყნის არსებობის საკითხი წყდება პოლიტიკოსები როდესაც პოლიტიკოსობა არის პასუხისმგებლობის აღება ისევ პასუხისმგებლობას გაურბიან და თურმე ამ რა ვიცი ანუ თბილისის საკრებულოში და სადღაც გააწყვეტენ ალბათ რაღაცების დაყენებას ეს სახალხო სახეები უნდა იყვნენ და ამათ უნდა შეაჩეჩონ ეს ყველაზე
მტკივნეულა ყველაზე რთული პროცესი მაშინ როცა ოცნება აღარაფერზე აღარ იხევს უკან გაბოროტებულია და ყველაფერზეა წამსვლელი ამ დროს თურმე წინ უნდა ამოიფარო შენ პოლიტიკოსმა ეს საზოგადოების სახეები ეს ძალიან არასწორია ეს მიდგომა ამ მომენტში არასწორი თორე შესაძლოა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეტაპზე სწორი ყოფილიყო ის რომ ნეიტრალურ და საზოგადოების სახეებზე ყოფილიყო შეჩერებული არჩევანი მაგრამ ეხა აი თბილისში მეცადაო იქნება გამოვხსნო და მოგებაო რომ მოტეხოთო ფეხიო თუ რაღაც კიდურის მოტეხვაზე არის ხო მაგრამ ან თუ მოვიგებდით მერის არჩევნებს 4 პარტია ერთად და მოკლედ ჩვენ თუ კიდურ მოტეხილი რუსული ოლიგარქია გვინდა ანუ თუ ხეიბარი რუსული ოლიგარქი გვინდა არ ვიცი მე ძალიან მეპარება ეჭირო რამე მოტეხოთ მას ანუ მიზანიც არის გაუგებარი აბსოლუტურად მიუღწეველი აბსოლუტურად არ ვიცი თბილისის გამოგლეჯვა რას მოგწევს თბილისის გამოგლეჯვისთვის არც ხედან პოლიტიკური პატიმრები ციხეში დღეს ჩემი მეგობარი ზუსტად თბილისის მერი არის ყველაზე ფაქტობრივად ლეგიტიმური ფიგურა დღეს ყველაზე მეტი ადამიანის მიერ პირდაპირ არჩეული და აღარ თუ მოიგებდით თბილისის მერის არჩევნებს შეიძლება დიდი დარტყმა ყოფილიყო ხო მორალურად პოლიტიკურად და ასე შემდეგ ის ერთიანობა რომელიც უნდა არსებულიყო დღესაც არსებობდა ეს ერთიანობა იყო ერთიანობა ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გამოშვების ირგვლივ ამას ვამბობდით ყველა თუ ვინმე მუღალატა ამ ერთიანობას, რასაც ერქვა ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რასაც ერქვა პოლიტიკური ტყვეების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ამ ერთიანობას უღალატა ამ კონკრეტულმა ორმა ძალამ. ნუ გახარიაზე ხა მე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ხალხი არ ვიცი, ანუ დღესაც ხო ანა ბუჩუკური საუბრობდა ჩემამდე ეთერში და თითქოს არჩევნებში გვიგებენ, ესენი აღიარებენ, რომ ოცნება იგებს ამ არჩევნებს, ოცნებას ყავს ბევრი ამომრჩეველი, ამას აღიარებენ. გახმაჩორს გახარიას ბოლო ინტერვიუ რაც იყო, დავასრულებ, პირდაპირ თქვა ეს გახარიამ, რომ თითქოს ანუ ისინი ქვეყანას ვერ მართავენო, თორე არჩევნებს კი იგებენო. ანუ ლელომ ხელი ჩამოართო ეხა და შევიდა ერთიანობაში, რაღაცა ტიპის ერთიანობაში ძალასთან, რომელიც არც კი აღიარებს იმას ნორმალურად და გასაგებად რომ არჩევნები არის გაყალბებული, რომ ჩვენ კოალიციური ეხა უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში, ახლა ერთად უნდა მართავდეს ეს სამი იქნებოდა თუ 4 კოალიცია ერთობლივად უნდა მართავდეთ ქვეყანას და პირველად უნდა ყავდეს სახელმწიფოს კოალიციური მართლობა და უნდა გავდეთ ევროკავშირის წევრობისკენ გადამწყვეტ ნაბიჯებს უკვე და ამ დროს გახარია თუმე ვერ ხედავს იმას რომ არჩევნები ყალბდება, ვერ ხედავს იმას რომ არჩევნების დღესაც თავიდან ბოლომდე ყალბდება არჩევნები განსაკუთრებით უბნების გარეთ, უბნების შიგნით რაც ხდებოდა ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და წინასაარჩევნო პერიოდში რაც ხდება ეს არის აბსოლუტური სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე რეგიონებს მოსახლეობა სოციალურად დაუცველებს პედაგოგებს სიპებში აიპებში დასაქმებულებს თავიდან ბოლომდე სახელებით ფურცლებით ციებით 10 კაცით 8 კაცით ჩაბარებული ყავთ სუსის ტიპებს სოფლის გამგებლებს ზუსტად ანუ თქვენ საუბრობთ მათ შორის უკვე ირაკლი კუბრაძესთან თქვენს ეთერს გუშინ პოლიტქალაქში და მე კიდევ ერთხელ დავინახე რომ ამ ყველაფრის არგუმენტები უბრალოდ მეორე მხარეს არ აქვს თქვენ სვამდით შეკითხვებს მოდიოდა პასუხები სხვა რამეზე და ეს კიდევ ამბობ ძალიან ძიმეა ირაკლისთან მე მეგობრობ ანა ბუჩუკური ჩემი კურსელი იყო ხო და ძალიან რთული ამ ყველაფრის ყურება თუმცა თუ ვინმე არ გვევს დღეს ერთიანობას არ ვიცი ეს აკომპლექსია როგორი კომპლექსია რაღაც ნაცები და ახალი ნაცები ანუ ეს ბუჩუკურის ლოგიკით რომ ანუ მე ხა ადამიანი რომელიც რა ვიცი პირველად ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი ერთი წელია რაღაც სახელებს და ეს კლიშეებს და რაღაც სტატუსებს გვაწებებენ და სირცხვილია ეს ცოტა ამორალურია და კიდევ ამბობ დაფიქრდნენ ძალიან კარგად დაფიქრდნენ კიდურის მოსატეხად თუ მიდიან რომ ბიზნეს იქნებ რამე დაუშავონ და რაღაც გამოწყუონ ვერაფერს აგ წალენჯი ხა თითქოს გამოწყუეთ და მცხოვრებულ ადამიანს ნახეთ რაც დაემართა იმის ერთადერთი მუნიციპალიტეტი წავართვით ხო და დღეს სამწუხაროდ გია ხარჩილავა ძალიან მაგარი პატრიოტი კაცი და მე პირადად ვიცნობ მას დღეს აღარ არის ცოცხალი ბევრი ვერ უძლებს და შეუძლებელია გაუძლო იმ ზეწოლას რაც ხდება დღეს რეჟიმის მიერ ადამიანებზე და მით უმეტეს დღეს ამ პირობებში როცა ვხედავთ მართლა რას უშვებიან თავისი გუნდის წევრებს ხო ანუ საკუთარ გუნდის წევრებს აღარ ინდობენ და ამ დროს არ ვიცი ამ დროს უნდა უნდა აღიარო მოცემულობა და ეს მოცემულობა არის კრიტიკული ეს მოცემულობა ამ მოცემულობას თელი სოფლიო აღიარებს ჩვენ ცოტა ხნის წინ ხო გახსოვთ რამდენიმე წლის წინ საფრანგეთს და გერმანიას ვეძახდით რუსეთის მოკავშირეებს ევროკავშირში გახსოვთ ხო დღეს ხო ეს
სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. დღეს ხო მთელი ევროკავშირი ხო, ევროპა ხო ბევრად უფრო ძლიერია, ამერიკა ბევრად უფრო ძლიერია და ამ დროს რა ვიცი, ხედავთ რა პასუხს წერენ 17 სახელმწიფოს ევროპაში, ხედავთ ვერ ვნახეთ, მაგრამ დაახლოებით წარმოგვიდგენია ტრამპს დაუპასუხეს და ეს ყველაფერი არის ანტისახელმწიფოები, ეს ყველაფერი არის ჩვენი ეროვნული მიზნების, რაც გვაქვს, რაც დოკუმენტებში გაგვიწერია. ჩვენზე ჭკვიან ხალხს რო უფიქრია ამაზე, ჩვენზე ჭკვიან ხალხს რო უმუშავეა დიპლომატებს თუ პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ამის უარყოფა და სამწუხაროდ ქართული ოცნების რეჟიმი ღუპავს ქართული სახელმწიფოს პერსპექტივას. დიდი ნოდარ ჩაჩანიძე პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.